დაგვიცვას და დაგვიხაროს უფალმა ღმერთმა ჩვენმა ჩვენთან არს დღეს წავიკითხეთ სახარება, რომელსაც ქვია გამღრეული სახარება. და კაცი გამბლადაცემული, კაცი უძრავი, კაცი რომელიც ვერ მეტყველებდა და ვერ დადიოდა, მიიყვანეს თავისმა მეგობრებმა, ახლობლებმა ქრისტესთან. და ესე წერია სახარებაში. ქრისტემ რო ნახაო, სარწმუნოება იმათი. უთხრაო გამღრეულ შეგერდოში შენ შეიცოდე. აი ეს სიტყვარი ძალიან საინტერესო, ეს გამღრეული ვერაფერს ვერ ამბობდა. მაგრამ ნახა იმ ადამიანების სარწმუნოება, რომელიც ზრუნავდა მეორე ადამიანს. აი ამას უნდა დავაკვირდეთ. ძე ღვთისა, ანუ ზეციდან გადმოვიდა ღმერთი, ღმერთი განკაცდა, ანუ კაცად მოვიდა, კაცი შეიმოსა და რისთვის? როგორც თვითონ ამბობს იმისთვის, რომ გვემსახუროს. მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ და არა ისო თქვენ გიმსახუროთ. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ მოგვემსახუროს. დაგვირდეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზრუნველობას მეორე ადამიანის მიმართებაში. აქვე ჩანს ამ სახარებაშიც ნახა სარწმუნოება მათი, მისი კი არა მათი, ვინც სხვაზე ზრუნავდა. ერთი ფილოსოფოსი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ადამიანი და მზრუნველი ეს იდენტური სახელებია. ადამიანი იქ არის, სადაც არის მზრუნველობა. თუ ადამიანი მზრუნველი არ არის, ადამიანობა წვეთს. და დღეს ჩვენს ერზე, ჩვენს ხალხზე უცხოტომელები ზრუნავენ. ევროპელები, ამერიკელები გვეუბნებიან, რომ ეუბნებიან მთავრობას. ნუ დახოცეთ ეს ხალხი. რატო ყვეთ ამ ახალგაზრდებს უდანაშაულო ხალხს ციხეში? რატო დეწავთ ამ ახალგაზრდებს ქუჩაში? იცით პასუხი რა არის? საოცრება. თქვენ რატო მოგალიფეთ ჯორდანი ბრუნით? საოცრება. აი როგორი ზრუნველობა აქვს ჩვენს პრემიერს, ჩვენს ერზე. ქართულ ხალხს ესეთი წოდება გვაქვს. მეფეს ვეძახით ხელმწიფეს. ხელმწიფე ნიშნავს ხელით მწიფე. ხელი არის მოქმედება. და მეფე უნდა ყოფილიყო თავის მოქმედებაში და სიტყვაში მწიფე, დამწიფებული. ამდენი უმწიფრობით დაბერებული ხალხი. ამდენი უმწიფარი, საიდან მოვიდა? კატასტროფა მჭირს. ეს არ არის სასაცილო. ეს არის კატასტროფა. ჩვენს erს არაფერი კარგი არ მოელის, თუ ეს ასე გაგრძელდება. ის დათქმები თუ არ შესრულდა და თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ჩვენ სისხლში გვაცურავებს რუსეთი, თუ ჩვენი მეგობრების გარეშე დავჭით. იმ ხალხის გარეშე თუ დავჭით, რომლებიც ამდენი ხანია გვიცავენ ამ ჯალათი სახელმწიფოსგან. იმაზე უარეს გაგვიკეთეთ, რაც სტალინმა გაუკეთა უკრაინას. ღმერთმა ნუხრას, რომ ესე დავჭით. დროა გამოფხიზდეს ერი. დროა ერი გამოფხიზდეს და დადგეს ფერზე. რადგან ყველა ჩვენთაგანის
ბრალი იქნება ის, რა ჩვენ დაგვემართება. ილია მართალის სარჩობელა გახსოვთ ალბათ. პეტრე როცა ამბობს ჩემი ბრალიო. კი, მისი ბრალი. ყველა ჩვენთაგანის ბრალი. ყველა ჩვენთაგანის ბრალია ეს სკოლა. ამიტომ დროა ერმა აიღოს თავისთავად ეს ბრალეულობა და გამოასწოროს ის, რა დავაშავეთ. თორე კატასტროფა გველოდება. ვერთო დაიფარა ჩვენი ქვეყანა. ამინ.